მე რთულად წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მანქანების პიპინში სასოფში გაჭედილი წერს Moby Dick-ს, არ მჯერა. ეხლა მე Moby Dick-ს ვერ დავწერ, სულ 64-ის კარში რო დამასახლო, მაგრამ ეს სხვა საკითხი. იმისთვის რომ ჩავწერო, მე პირადად გობა რომ ჭირდება დრო, ჭირდება ადგილი, სადაც დრო გადის ნელა, სადაც არის დილა, მერე არის შუადღე, მერე მოსაღამოვდება და მერე დაღამდება კიდეც. და არა რაც ხდება ორშაბათი იყო და დღეს პარასკევი. მაგრამ იმისათვის რომ ამბები გავიგო, მე უნდა ვიყო ბევრ ადამიანთან ერთად, სხვადასხვანაირ ადამიანთან ერთად, შეყვარებულ ადამიანთან ერთად, მოაზროვნე ადამიანთან ერთად, ან უბრალოდ გარეწრების გარემოში. მაგრამ უნდა ვიცოდე ამბები. ამბების მოყოლა იმ ამბებისა, რომლებიც მე მიტაცებს ხდება იქ, სადაც ბევრი ადამიანია, ბევრი ხმაურია, ბევრი თავგადასავალია, ბევრი უმიზეზო, უმიზნო და ასე შემდეგ ქმედება ხდება.